მოგესალმებით, ვაგრძელებთ მაგალითების ამოხსნას თოფურიას ტესტების კრებულიდან. მაგალითი ნომერი 1531, პირველი ლოგარითმი 3-ის ფუძით 3 ხარისხად მინუს x პლუს 8 უდრის x პლუს 2. ლოგარითმის განმარტებით ვიცით, რომ აი ეს უდრის 3 ხარისხად, აი ამათ. 3 ამ ხარისხში. ანუ 3 მინუს x პლუს 8 უდრის 3 ხარისხად x პლუს 2. 3 ხარისხად მინუს x ასე შეგვიძლია ჩავწეროთ, გაპლიუსდება ხარისხი პლუს 8 უდრის 3 ხარისხად x გამრავლებული 3 ხარისხად 2-ზე. იკრიბება ხარისხმაჩვენებელი x ემატება 2. აი შემოვიტანოთ აღნიშნა 3 ხარისხად x y-ით. ეს მაგალითი მიიღებს ასეთ სახეს. 1 შეპარდებული y-თან პლუს 8 უდრის y გამრავლებული, ეს არის 9-ზე. აი ამას ამოხსნით. არ დაგავიწყდეთ ჩასმა აი ამ აღნიშნებში, აი ამაშით. შემდეგი 3 მაგალითი იგივე ტიპისა. მე მგონი არ გაგიჭირდებათ ამოხსნა. გადავიდეთ 15-32 პირველზე. სისტემა ასეთი სახე აქვს. 3 ხარისხად x გამრავლებული 2 ხარისხად y უდრის 1/9. y მინუს x უდრის 2. აქედან y ვიპოვოთ. აქედან y უდრის 2 პლუს x. ეს ნიშნულობა 2 პლუს x ჩავსვათ აი აქ. გვექნება 3 ხარისხად x გამრავლებული 2 ხარისხად 2 პლუს x უდრის 1/9. ეს ჯამი გავშალოთ ასეთნაირად. 3 ხარისხად x გამრავლებული 2-ის კვადრატი გამრავლებული ჯამი იშლება 2 ხარისხად x უდრის 1/9. ამ 3-ს და 2-ს, აი ამას და ამას. ერთი და იგივე ხარისხი აქვს, ამიტომ შეგვიძლია ასე ჩავწეროთ 3×2. 3×2 ხარისხად x გამრავლებული ეს 2-ის კვადრატი 4 უდრის 1/9. 3×2 6 ხარისხად x უდრის 1/9 გავყოთ 4-ზე. 1/9 გავყოთ 4-ზე. გვექნება 6 ხარისხად x უდრის აქ გაყოფა 1/9 გავყოთ 4-ზე 1/36-დია. ეს უდრის 21 6-ის კვადრატი და 6 ხარისხად მინუს 2. ესე იგი საბოლოოდ მივიღეთ 6 ხარისხად x უდრის 6 ხარისხად მინუს 2. ფუნქციები ტოლია x უდრის მინუს 2. საპასუხო x უდრის მინუს 2. შემდეგი 3 მაგალითი ამ ნომრიდან იგივეა. გადავედით 15-33-ზე. პირველი ლოგარითმი ლოგარითმი x-ის ლოგარითმი დამატებული y-ის ლოგარითმი უდრის 2 x მინუს y უდრის 15. აქაც საკმაოდ მარტივი მაგალითია. აქ არა რაიმე სირთულე. y-ს იპოვეთ 15 მინუს y უდრის პოდეში x მინუს 15. ჩავსვათ y-ის ნაცვლად აი აქ. გვექნება ლოგარითმი x პლუს ლოგარითმი x მინუს 15. ტოლია 2. აქ ჯამის ლოგარითმი ვიცით რომ მრავლდება x ჯერ x მინუს 15. აი ესე. უდრის 2. აქაც ის ფუძე გვაქვს ვიცით, აი ეს უდრის 10 ხარისხად 2. x მინუს 15 ტოლია 10 ხარისხად 2.
ამ კვადრატულ განტოლებას ამოხსნით, არ დაგავიწყდეთ. აი აქ შემოწმება x-იც და y-იც აუცილებლად უნდა იყოს დადებითი რიცხვები. მადლობთ ყურადღებისათვის.